კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. თევდორე მღვდლის 10 ნომერში, სადაც გუშინ საცხოვრებელი კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ წუთებში უსაფრთხოების მიზნით დაზიანებული შენობის შემოღობის სამუშაოები ხორციელდება. დაშავებულთა ძებნაშველის ოპერაცია კი დასრულებულია. მომხდარი ინგრევის შედეგად გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ერთმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. 59 წლის ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, კონტაქტურია და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. მას მაღალ ტექნოლოგიური კვლევები ჩაუტარდა. დაშავებულს თხემის ცვლის მოტეხილობა აქვს. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. კონსულტირებული იქნა ნეიროქირურგის მიერ. ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალასართვის მოტეხილობა, კონკრეტულად თხემის ცვლის მოტეხილობა საგიტალური სინუსის მიმდებარედ. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არის სავსებით დამაკმაყოფილებელი. ნეიროქირურგის რეკომენდაციით კომპიუტერული ტომოგრაფია განმეორდება კვლავ რამოდენიმე საათის შემდგომ და დაკვირვების შედეგად გადაწყდება ოპერაციული მკურნალობის საკითხი. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობა მწუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებშია. მერე ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ ოჯახთან, რომლებმაც მიუხედავად მომხდარისა შენობის დატოვებაზე უარი თქვეს. ამასთან მუნიციპალიტეტი მოლაპარაკებებს განაახლებს მოსახლეობასთან, რათა კორპუსის ყველა მობინადრისგან მიიღოს სრული თანხმობა ავარიული შენობის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით. ავარიულია აღნიშნული კორპუსი, რის შესახებაც გამგეობის მხრიდან არაერთხელ ჰქონდათ ინფორმაცია მოსახლეობას, ჰქონდა კომუნიკაცია და შეთავაზებული იყო ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც მერია ახორციელებს. სურვილი გამოხატა აბსოლუტურად სულ ყველა დიდუბის რაიონის გამგეობის მხრიდან გადაყვანილი იქნება სასტუმროებში და არც ერთ ადამიანს არ დავტოვებთ უყურადღებოდ. ხელისუფლებას მოვიდა ყველა. მოვიდა და მიაქციეს ყურადღება როგორც საჭირო იყო. გადმოგვიყვანეს ახლა იმიტომ რომ დაგვიდგეს სრული 100% თავრობა და ბატონო კახი მოგვაქცია ყურადღება და გადმოგვიყვანა აქ. მარტო ჩვენ კი არა, ბევრი მაცხოვრებლები ვინც არიან, ბევრი გადმოგვიყვანა და მოგვაქციეს ყურადღება. ასე რომ მადლობა თავრობას. გრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ქალი და მამაკაცი. თავდაპირველად მაშველებმა ადგილზე ერთი დაღუპულის ცხედარი ნახეს, რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაო ოპერაციის შემდეგ კი მეორე დაღუპულის ცხედარსაც მიაკვლეს. ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ეხლა დამატებით უკვე გაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი, ჩვენს არსებული ინფორმაციით არის 2 ადამიანი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი, ერთი ქალბატონი. დაშავებულს რაც შეეხება, ერთი ქალბატონი არის გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შენობას მესამე კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული, რასთან დაკავშირებითაც მერიას მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობისთვის მობინადრეებთან სრულ თანხმობას ვერ მიაღწიეს. თავის დროზე მერიის შეთავაზებას მობინადრეთა მხოლოდ ნაწილი დათანხმდა და ისინი ქირისრულად უსასყიდლო დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს. თუმცა მეორე ნაწილმა ავარიულ შენობაში დარჩენა გადაწყვიტა. მათ არც ახალი კორპუსის მშენებლობაზე განაცხადეს თანხმობა. თბილისის მერი ირაკლი ბენდელიანი განმარტავს, რომ კანონმდებლობის გათვალისწინებით კერძო საკუთრებიდან მოსახლეობის იძულებით გამოყვანის უფლება მუნიციპალიტეტს არ აქვს, თუნდაც ახალი კორპუსის ჩანაცვლების მიზნით. მერია კიდევ ერთხელ მიმართავს ავარიული კორპუსის მობინადრეებს პასუხისმგებლობით გაიასრონ მომხდარი ფაქტი და დათანხმდნენ აღნიშნული პროგრამის განხორციელებას.
კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო მოსახლეობას, რომ ეს მძიმე ფაქტი გაავიაზროთ ყველამ კარგად და ის რასაც მერიას თავაზობს და მუნიციპალიტეტის თავაზობს მოსახლეობას მაქსიმალურად დავთანხმდეთ ამ ყველაფერს. როდესაც ავარიული არის შენობა ნაგებობა და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ყველა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეთ ამ ყველაფერს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დედაქალაქის მერია ყველას თავაზობთ, თითო ან ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ჩვენ უზრუნველყოფთ, გადავიყვანოთ სასტუმროებში ეს ხალხი, დროებით საცხოვრებლად დავაკმაყოფილოთ, მოხდეს ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, ახალი სახლების კორპუსების მშენებლობა და გარემონტებულ ფორმით გადავცეთ ეს მაცხოვრებლებს. ეს შენობა არის 50-იანი წლების შენობა დაახლოებით, როცა კინაბეტონის კონსტრუქციები არ იხმარებოდა, შესაბამისად ის პარაპეტი რაც ჩამოინგრა, ეს არის თავის დროზე დეკორაციისთვის ნახმარი, ვთქვათ, ელემენტი. სამწუხაროდ ესეთი შენობები მემკვიდრეობით თბილისის მერიას გადმოეცა და ესე ასეულობით არის ესეთი შენობა. ეხლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომელსაც გასვლა არ უნდათ აქედან. ნუ ეს არის არ ვიცი რა, უმძიმეს სიტუაცია, სხვა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. დასკვნა არსებობს. ეს არის მესამე კატეგორია. ამ დასკვნის საფუძველზე გამგეობა მიმართა მაცხოვრებლებს, რომ გასულიყვნენ ოფიციალურად ოქმებია შედგენილი, ამ ოქმებს წარმოგიდგენ გამგეობას და შესაბამისი სამსახურები, სადაც უარს ამბობენ გასვლაზე. მესამე კატეგორიის ავარიულობა იძულებით გაყვანას არ გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თბილისის მერი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები. ობიდებისთანავე ადგილზე გამოცხადდა სამაშველო სამსახური, შესაბამისი პოლიციეული ძალები. გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლით. კორპუსს რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ იყო ავარიული, რომელიც არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. ეს იცოდა ადგილობრივმა მოსახლეობამ, არაერთი შეხვედრა იქნა გამართული დიდუბის რაიონის გამგეობაში, რომელიც არის დაოქმებული. იყო გაკეთებული შეთავაზება, რომ მონაწილეობა მიეღოთ ჩანაცვლების პროგრამაში, რითაც ჩვენ უზრუნველყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს, თუმცა ამ პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ჯერ ვერ იქნა მიღწეული. პროგრამა 2024 წელი თარიღდება. პროგრამა, რომელიც არის წარმოდგენილი, ხელს უწყობს იქ მცხოვრებ ადამიანებს იმ უვარდისი, საცხოვრებლად უვარდისი კორპუსებიდან გამოვიყვანოთ და მას შევთავაზოთ ახალი თანამედროვე ტიპის კორპუსები. ასეთი პროექტები ბევრი განხორციელებულა დედაქალაქში, ბევრის პროცესი მიმდინარეობს. მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ მობინადრეები და თვითმხილველები. მათი თქმით, ნგრევა იმდენად მასშტაბური იყო, რომ მიწისძვრა ეკონათ. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ავარიულობის შესახებ მოსახლეობამ დიდი ხნის წინ იცოდა, თუმცა მათმა ნაწილმა კორპუსის დატოვებაზე უარი განაცხადა. მოსახლეობა ზოგი არ გამოდიოდა, ზოგი ხო იცით როგორიც არის პროგრამა, ერთი ადამიანი წინააღმდეგი თუ არის ვერ გამოყავთ. იზულებით ვერ გაყავთ ვერავინ. ჩემი მანქანით მოვედი, დავაყენე მანქანა და პროდუქტი ვიყიდე. გავიგონე ეს საშინელი ხმაა და მოვედი და რასაც ხედავ ესეთ საშინელი რაღაცა მოვედი. ჩემი მანქანა საერთოდ აღარ არსებობს. კედელი გადმოვარდა იქიდან და ის ქალი ერთი დაზარალებული იყო და ერთი მაგისი ძმა იყო მოხვედრილი რა. იმის ქვეშ არის მოყოლილი იმ ქალბატონის ძმა. ჩვენი მეგობარი ბიჭია, თვალო გავიგე, დაგვირეკეს, ეგეთი შემთხვევა მოხდაო და სამწუხარო რეალობა აგერ ასაც უყურებ.
დღის სხვა თემები. მმართველი გუნდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებებს კიდევ ერთხელ აფასებს. მათი თქმით, ელჩი ვენის კონვენციას არღვევს და მისი გზავნილები დაცლილია სიმართლისა და ობიექტურობისგან. ქრონიკამ დიდი ბრიტანეთის საელჩოსაც მიმართა კითხვით, თუ რაზე დაყრდნობით უწოდებს დიპლომატია კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს, თუმცა დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ დრომდე დუმს. ზემესაყურებელია, როდესაც დიდი ბრიტანეთის ერთ დროს დემოკრატიის ფლაგმანის ქვეყნის წარმომადგენელი ელჩი საქართველოში ერთი მხრივ არღვევს და ფეხქვეშთელავს ვენის კონვენციას. მეორე ფაქტებს იმდენად ამახინჯებს და ეს ცდილობს ისეთ კონტექსტში წარმოადგენოს მოვლენები, რომელიც ღირსებასთან, სიმართლესთან არის ძალიან დაშორებული. კიდევ ერთხელ არ შეიძლება იყოს დიდი ბრიტანეთში პოლიციელისთვის ხელის გარტყმა და ნაშაული და საქართველოში ეს იყოს რაღაცა პოლიტიკური აქტი, პოლიტიკურ აქტზე პასუხი, რომელიც არ ექვემდებარება დასჯადობას. როდესაც სრული სიცრუით, უტიფარი სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციას ავრცელებ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი. სირცხვილია ამის შემდეგ, როდესაც გვესაუბრები დემოკრატიაზე, სირცხვილია, როდესაც გვესაუბრები დემოკრატიის პრინციპებზე, იმიტომ რომ თითოეული ეს განცხადება, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაცლილია ყოველგვარი ობიექტურობისგან და სიმართლისგან, არის პირველი გამომთხრელი ძირი დემოკრატიისთვის, იმიტომ რომ სიმართლე და ობიექტურობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ეს განცხადებები მე ვფიქრობ უფრო კეთდება იმისათვის, რომ იგივე იმ დასავლეთში გარკვეული საზოგადოებრივი აზრი ყვებონ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში როგორ არის, ასე ვთქვათ, შელახული ჟურნალისტის თუ მედიის თავისუფლება. ქრონიკა პირდაპირ ეთერში 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. მე დროებით გემშვიდობებით.